საშინელების გახსენება, რომელმაც საქართველოს გადაუარა აფხაზეთის ომის სახით, მზარავს და ვფიქრობ, რომ არ გავიხსენო. არ შემოუშვა მასზე ფიქრი ჩემ გონებაში. მე ვგავდი ქარის მიერ მოწყვეტილ ფოთოლს, რომელსაც დააქანებს უგზო-უკლოდ. ფოთოლის საწყალი ხან აეპრება ქარის მიერ მანქანის შუშას, ხან მის სახურავზე, ხანაც ვინიცის სად დააგდებს ქარი და მეც არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ავადმყოფი ფეხებით, ზურგს არავინ არ მიმაგრებდა და ქარმა დღესაც მეჩვენება, რომ თბილისში ჩამომიყვანა. მეორე გალელი ჩემი კოლეგა საავადმყოფოში ცხოვრობდა, ექიმებმა მისცეს მას ბინა, სადაც მისი ავადმყოფი ქმარი დააწვინეს, რომელიც თოვლიანი მთებით ჩამოვიდა და ფეხები გაეყინა. როცა ვკითხე ჩემ მეგობარს, მე რა ვქნა მეთქი, მითხრა ჩემსავით კარტოფილი გაყიდეო. მე უპასუხე, რომ შენ შვილებს ზდი, ისინი პატარები არიან, ქმარი ავათა ყავს და შენ მართალი ხარ კარტოფილს რო ყიდი, მაგრამ მე ჩემი კუჭის გამო კარტოფილს ვერ გავყიდი. და ამ ფიქრში, როცა მე ჩემ მეგობართან ვიყავი, ჩემი მეგობარი მხატვარი, მისი მეუღლე მწერალი და იმ საშინელ დროს მათ რა ქონდათ, რომ კიდე სხვა ერჩინათ. და ჩემზე ზრუნვა იკისრა იდა თვარაძემ, მხატვარმა, პატრიარქის სულიერმა შვილმა და თვითონ მონაზონმა. მან შემომითვალა, რომ ჩემთან გადმოდიო, მე საპატრიარქო მივლის და შენც მოგივლისო. მე რომ მეგობართან ჩამოვედი, ჩვენ ლამის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა გქონდა, მაგრამ იდასთან მე ეგრე არ ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ წავსულიყავი მასთან. იდა თვითონ იყო მოსავლელი, 9 აპრილს მოიწამლა. მას არ უარგოდა გული, არ უარგოდა ღვიძლი. თვითონ მოსავლელმა ჩემი მოვლა იკისრა. და მე, რომელიც ფიქრობდი, რომელსაც მე ხვალინდელი დღე არ ქონდა, ასე მეჩვენებოდა, რომ მე ხვალ, თუ გავძელი ხვალამდე და რა ვქნა. და როცა ვნახე იდასთან, როგორ უვლიდა მას საპატრიარქო და პირადად უწმინდესი. როცა იდა მასთან უწმინდესთან ტრაპეზზე ხვდებოდა, უწმინდესი ეუბნებოდა, რომ შენ ტოლველსაც მიუტანე სუფრიდან, რაც მას მოეწონებაო. და მე ვგრძნობდი იმ თანაგრძნობას, იმ სიყვარულს, იმ სითბოს, რაც ილია მეორემ საქართველოში ეკლესიების მეშვეობით დანერგა. ჩვენ ხო გამოვიარეთ საშინელი ეპოქა. მარქს, ენგელს, ლენინს, სტალინის, კომუნისტური პარტიის თავზე მოხვევით, რომელმაც გონება დაგვიბნელა. თვალები დაგვახუჭინა და ხვალინდელი დღე
სადღაც გაგვიქრო. აი ასე მივიღეთ ჩვენ საქართველოს თავისუფლება. და როცა მე ვფიქრობდი და ხვალ რა ექნება ჩემ თავს, მივხვდი რომ თუმე რამე გადამარჩენდა ეკლესია. ეს იყო საოცრება. ჩემი ეკლესიაში მისვლა, ეკლესიაში მივედი, მაგრამ მისი არც ერთი რიტუალი მე არ ვიცოდი. აფხაზეთში მანქანა რომ ყავდა, იმის მიხედვით მე კიდევ დიოდი. ყოველთვის არა, მაგრამ ილოში დავდიოდი, მაგრამ აი ეს არ ვიცი, ეს იყო ყურადღებობა, შეიძლება გონების სიბნელე, არც ვლოცულობდი, მე ღმერთს არაფერს არ თხოვდი, უბრალოდ სანთელს ვანთებდი და ვიდექი. და აქ რომ დავიწყე სიარული ეკლესიაში, ეს არ მომხდარა უცბად, ჩემი გონების განათება უცბად არ მომხდარა. ჯერ დავდიოდი ვერის პარკში. იქ ორი ეკლესიაა, ერთი რუსული, ერთი ქართული ეკლესიაში. იქიდან მერე გადავედი სხვაგან, სადაც მე ეკლესიის წინამძღვარმა მიმიწვია, რომელთაც მე შევხვდი უნივერსიტეტში კონფერენციაზე, სადაც მე აფხაზეთზე ვლაპარაკობდი. იქაც ცოტა ხანი ვიარე, მერე გადავედი კიდევ სხვა ეკლესიაში. და ერთხელ ღმერთს ვთხოვე, რომ ღმერთო, ტრანსპორტით რო არ ვიარო, ამიშენე აქ ეკლესია. მაგრამ მე ვიყურებოდი მზისკენ, ჩემი ბინის ეზოსკენ და ვფიქრობდი, აქ სად უნდა ამიშენოს ეკლესია ღმერთმა. ისეთი მე მაღლობზე ვცხოვრობდი და ქვემოთ აქ ახლოს მიწარსად არ იყო ეკლესიის აშაშენებლად. ხოლო მთავარ ქუჩაზე ვერ წარმომედგინე იქნებოდა თუ არა ადგილი. და აი რაღაც 2-3 წლის შემდეგ, როცა მე ჩემი ბინის ფასადიდან აღმოვაჩინე ეკლესიის თავი, გავოცდი, ღმერთო, მე რა გაგიკეთე ისეთი, რომ ჩემი თხოვნა შეასრულე. მე წავედი და ვნახე, იმიტომ რომ იქ ნაძვნარია და ეკლესია მთლიანობაში არ ჩანს, მეგონა რომ მეჩვენებოდა. და აი ჩემი ბინიდან რომ გამოვალ, ეზოს გავივლი, ქუჩას გადავალ და იქ არის ეკლესია. თანაც იმ ეკლესიაში რომ ეკლესიას კიდე გაუკეთდა ქუჩიდან და როცა მისი ყველაფერი დამთავრდა, ჩემი ხელ დასაკრდენი კიდეზე ასასვლელად ისიც რომ გაკეთდა, მე მივედი ჩემ საყვარელ გოგონასთან ერთად, რომელიც მე გავიცანი ეკლესიაში, ნინო ჯალაღონიასთან. ის ჩემთან იყო და მე ვთხარი, რომ გამომყევი, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ იქ მღვდლებს და უნდა ავირჩიო ჩემი სულიერი მამა და დავიბნევი, მე ვთხარი, რომ უცნობს რომ ვირჩევ, ხო არ ვიცი რომელია, თვითონ შემომხვდა კიბეზე ჩემი სულიერი მამა, იმიტომ მან დაგვიწყო ლაპარაკი და მეც ისე გავიხარე, ისეთი ბედნიერება მეწვია და მეგონა რომ ეს იყო ნინოს დამსახურება და მე დავიწყე ამ ეკლესიაში სიარული. მე არა მარტო გადავრჩი, ჩემი
მოხუცებულობა გახდა ულამაზესი, რომელმაც გამიქრო ის წუხილი, ის სიმარტოვის ისეთი შეგრძნება, რომ აი ვინ გამიმაგრებს ზურგს და ზურგი ეკლესიამ გამიმაგრა. ჩემი სულიერი მამა არის მამა ვახტანგი. ერთხელ როცა მე მას აღსარებას ვეუბნებოდი, მომიჩვენა, რომ ის რემბრანდტის პორტრეტებს გავდა და უთხარი კიდეც, მამაო, თქვენ ნამდვილი მამაო ხარ ჩემი. ისეთი თბილი, როგორც მამა შვილის მიმართ ჩვენს ცხოვრებაში. და დღემდის მან ჩემი წარსული ხო არ იცოდა, ჩვენ ხო არ ვიცნობდით, მაგრამ მან ისეთი თავაზიანობა, ის სიფრთხილე და ის სითბო გამოამჟღავნა, რომელიც აუცილებლად უნდა კონდეს სულიერ მამას. და მე იდა რო არ ყოფილიყო, ალბათ ვერ გადავწყვეტი ეკლესიაში სიარულს და ჩემი ცხოვრებაც ასეთი გრძელი ვერ იქნებოდა. ეს ყველაფერი უწმინდესის დამსახურებაა. მისი სიყვარული, მისი სითბო ადამიანის და ქვეყნის მიმართ მთელ საქართველოს მოეფინა და მე სიცოცხლე მაჩუქა. მე თითქმის ყოველ დღე ვიმეორებ, ღმერთო, კაცობრიობას ნუ მოუბრუნებ, ნუ რას დროს მარქს, ენგელს, ლენინის შეხედულებებს, რომელსაც ამაგრებდა დარვინის ვითომ და აღმოჩენა, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა. მე ჩემი პირადი აზრია, რომ ადამიანი მაიმუნისგან კი არ წარმოიშვა, ალბათ ადამიანებს ისეთა კატასტროფამ გადაუარა, რომ მაიმუნად იქცა ადამიანი. და აი სწორედ აქ იყო ჩემი აღმოჩენა, რომ უღმერთოდ ადამიანი არის მაიმუნი. და სწორედ ეს დანერგა, რომ ღმერთისკენ გზა ილია მეორემ ყველა ქართველს და მგონი ქართველს კი არა მარტო, მსოფლიოს და კაცობრიობას აჩვენა, რომ ქრისტეს მიერი სიყვარული უმაღლესია. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ეს ყველაფერი ჩემში პირადად უწმინდესის დამსახურებაა. აი, მე მიჭირს სიარული და როცა მე ეზოში გამოვდივარ, რომ ეკლესიაში წავიდე, შემხედრი, ქალი, კაცი, ბავშვი თუ ყმაწვილი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ დამიხმარება. მე ეხლა უკვე მჭირდება, რომ ქუჩა რო გადავიდე და მივიდე ეკლესიაში, მართლა მჭირდება დახმარება, ხელი უნდა მომკვიდოს ვინმე და ჯერჯერობით ჩემთვის უარი არავის არ უთქვა. სწორედ ეს დაინერგა ჩვენ ქვეყანაში, რომ გიყვარდეს ადამიანი. ჩვენ ხო ადამიანისგან წარმოვიშვით, როგორც ღმერთის ხატებანი და ჩვენ ხო ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ.
ილია მეორე რომ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ მანამდესაც ხო იყვნენ პატრიარქები, მაგრამ ჩვენ ხო კომუნისტური პარტიის ტვინ დაჩრდილულები, აი სწორედ იმას ვერ გრძნობდით, რომ გიყვარდეს ადამიანი, იმიტომ რომ ის შენი მახლობელია, არ არის უცხო. და მე ღმერთო ვფიქრობ, ეკლესია რომ არ ყოფილიყო, მე შენსკენ სავალი გზა არ ამირჩია ამ სიმარტოვეში. მოხუც, რომელსაც უზარმაზარი წლები დააწვა მხრებზე, სიარული უჭირს, ცუდად ესმის და ცუდად ხედავს. მაგრამ ღმერთის ხელს ვგზნობ ჩემ თავზე და ჩემს წინ უწმინდესის სახე განუწყვეტლი საოცარი სინათლით ლივლივებს და მინათებს ღმერთისკენ სავალ გზას.